რა არის მთავარი ფეხბურთში? არა, ფეხბურთი, წარმოედგინე ფეხბურთი. ფეხბურთს აქვს დაწერილი კანონები. აქვს დაუწერელი კანონები. აი არჩევანის წინაშე რო დადგე, რომელი კანონის შესრულება ჯობია. ერას. აი სიტყვაზე გარბი ხარ, თავდასხმა, აბა რომლები ხარ თავდასხმა. აი გარბი ხარ და დაინახე რომ ცელს არეში ისე რაღაცა ფეხი გაეჭიმა თუ რა ტრაუმა მიიღო და წაიქცა. შენ ახლა ფეხბურთის წესები გაძლევს იმის უფლებას, რომ იმას ჩაუბრინო, შეულებრივად პრობლემა არ არის და წახვიდე და გოლი გაიტანო. მაგრამ არის დაუწერელი კანონი. რა არის დაუწერელი კანონი? უშედეგე გადავდო და ადამიანს ეგეთი გოლი აბა რა. აი ბორის პაიჭაძეზე გამიგია ეგეთი ამბავი. ალბათ თქვენს გაიგონიათ. არ ვიცი სომხეთში მოხდა თუ აი რომელ ქვეყანაში მოხდა არ მახსოვს იმართლა რომ კი ბატონო. მაგაზე გაწყევი ნუ. რომელ ქვეყანაში მოხდა ნამდვილად არ მახსოვს. მაგრამ თურმე ესე იგი შეტევაში ყოფილა ბორის პაიჭაძე გაიგონიათ? დიდი ქართველი ფეხბურთელი და ესე იგი ცრუ მოძრაობით, ესე იგი მეკარე მოუტყუებია, გადამხტარა მეკარე და ძელისთვის მიუტყამს თავი და წაქცეულ. ეხლა ბორის შეუძლია რომ გოლი გაიტანოს, მაგრამ გოლი არ გაუტანია. რატო ვამბობ ამას? სპორტი ძალიან კარგია. უნდა იშრომო რომ მიაღწიო რაღაცას, მაგრამ იმ სპორტში არის რაღაც ისეთი, რაც სპორტზე მეტია. ეგ არის ღირსება ადამიანის. ახლა მაგალითად აი თუ ღირსად გაიტან გოლს, იქ ჩაიწერება 1-0, მაგრამ ღირსების საქმეში ჩაიწერება 0-1. ხომართალი. და აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი მაგას გისურვებთ რომ ჯერ იმას გისურვებთ რომ კარგი გუნდი ყავდეთ და ჩემპიონები გახდეთ, მაგრამ ღირსეულად რომ გახდეთ ჩემპიონი. აი მაგას გისურვებთ. ზოგჯერ არის რომ ეხლა მაგალითად აი დამარცხებულ გუნდს ძალიან უჭირს დამარცხების მიღება და მოწინააღმდეგე გუნდის გამარჯვების აღიარება. და მე 1000 გვარ აზრს და გზას ეძებს რომ თავი გაიმართლოს, ამან იმიტომ გაიმარჯვა რომ ასე და ასე და ასე. და ჯობია თქვა. ჯობია თქვა რომ დღეს თქვენ ჩვენზე უკეთესად გამოხედით და გაიმარჯვეთ და გილოცავთ. ეგეც ღირსებაა. ხო ღირსებაა. დაუშვათ გაიმარჯვენ. რომ გაიმარჯვებ და ღმერთმა ბევრი გამარჯვება მოგწია. უნდა დამარცხებულთან მიხვიდე, მოეფერო, ჩაეხო და ანუგეშო. გაამხნეო, ხვალ შენ გაიმარჯვებ. ხომართალი. აი ძალიან მნიშვნელოვანი. ყველანი მონათლულები ხართ, ხო? შენ არ ხარ? აი ვინც მონათლულები ხართ მაგალითად, აი შეგიძლია თქვათ ახლა, მე ხომ მღვდელი ვარ, ახლა ფეხბურთზე სალაპარაკოთ ხო არ მოვედი ახლა. შენიერი წვრთნელები გყავთ და ვილაპარაკებენ, მაგრამ მოდი ქრისტიანობაზე ვილაპარაკოთ. აი ხო მოინათლეთ. რა არის თქვენი აზრით ქრისტიანობა? კი, აი თქვენ რა სიტყვით? აი ვინც მონათლულები ხართ, ხო ქრისტიანები ხართ? დაუშვათ მე მოვედი და არა ვარ მონათლული. აი თქვენი ტოლი ბავშვი რა თქვენთან მეგობრობ, აი გუნდში თურმე ახლა ყოლიათ არ არის მონათლულები. მოვედი და გეკითხები. ხო ქრისტიანები ხარ და რა არის ქრისტიანობა? რას მეტყოდით? მერტის რო გჯერა, კიდე რას ეტყოდით? მერტის რწმენა. კი ბატონო, კიდევ რას ვეტყოდით? აი მოვიდა ჩვენი ტოლი ვასკაცი, ჩვენი მეგობარი, რას ვეტყოდით? რა არის ქრისტიანობა? აბა
ანუ ისა ბავშვები აქ ახლა არც გამოსტაზე ვართ არაფერი. უბრალოდ ვისაუბროთ, აი როგორც მეგობრები საუბრობენ ხოლმე ესე რა, ჩათვალეთ რომ მე თქვენი ტოლი ვარ. შეიძლება მე თქვენზე პატარაც ვარ ის გონებით. აი რადგან დამიძახეს თქვენმა ფირფასმა მასწავლებლებმა უარი ვეღარ უთხარი და მოვედი. აი რა არის ქრისტიანობა? მეორე დაბადება. დაბადება ქრისტეში, სულიერი შობა. კაცი რითი ფასობს თქვენი აზრით? იკეთით კიდე ამდაბლობით. აი რა სიძახიან ხოლმე კაცზე, რომ აი რისი კაციაო? სიტყვის კაცი, შენგენაც. ესე იგი კაცის სიტყვა თუ ფასობს, ის კაცის ფასობს, ხომ მართლა? კაცის სიტყვა თუ არ ფასობს, აბა ის კაცი ფასობს? რა შემთხვევაში შეიძლება არ ფასობდეს კაცის სიტყვა? რომ მოიტყუები? ერთ ადამიანთან დაპირდები და ანუ იმ მომენტში მეორე ადამიანს ისე განაპირებ რაღაც. ხო, რო იტყვი და არ შეასრულებ, რო დაპირდები და არ შეასრულებ. ორიდან ერთ რო პირდები და მეორეს რო აძლევ ეს რაღაც. შენგენაც. რო დაპირდები და არ შეასრულებ. დაუშვათ ერთხელ დაგპირდა კაცი და არ შეასრულა, მეორეჯერ დაგპირდა არ შეასრულა, მესამეჯერ. მეოთხეჯერ ენდობი? ხო იტყვი რომ ეს კაცი არ არის თავის სიტყვის კაცი არ არის, სიტყვას არ ასრულებს. თქვენ რომლებიც მოინათლეთ, ახლა ხო ნათლისღება იყო თან 19-იანი, რომლებიც მოინათლეთ, თუ ცოტა დიდები მოინათლეთ, თქვენც გემახსოვრებათ, მაგრამ თუ პატარები მოინათლეთ, ნახე რა ხდება. ან თვითონ მოსანათლე, ან ნათლია, ნათლები ხო გყავთ? ის წინაშე დგას, მღვდელი როდესაც ნათლობას აღასრულებს და პირობას დებს. ახლა ნახე რა პირობა, რაზეც თქვენ თქვით, რომ აი პირობაა კაცის, ესე იგი ღირსების ამსახველი, ხო, რომ პირობას დადებს შეასრულებს. პირობას დებს ღვთის წინაშე, რომ მე განვეშორები ეშმაკს, ყველა მის საქმეს, ყველა მის ცოდვას და შეუდგები ქრისტეს. გავყვები ქრისტეს. ანუ მივბაძავ ქრისტეს. ამას რამდენჯერმე ამბობს? განვეშორები ეშმაკსა, განვეშორები ამბობს. აი ხო თქვენ თუ პატარები მოინათლეთ, თქვენი გარდიხსენებათ. დაუშვათ აი დიდი რო ვინმე მოინათლოს, აი 15 წელს, კიდევ 12 წელსა. უკვე მარტო ნათლია კი აღარ იტყვის ამას, ნათლის მაგირად. ახლა 40 დღის ბავშვი რო ინათლება, ნათლი ამბობს, 40 დღის ბავშვმა რა უნდა თქვას, არა? მაგრამ როცა უკვე დიდი ინათლება, თვითონ ამბობს ამას, განვეშორები ეშმაკს და შეუდგები ქრისტეს. ეს არის პირობა. და ქრისტიანობა ამაზეა დამოკიდებული, რამდენადაც ამ პირობას შენ შეასრულებ, იმდენად ხარ შენ ქრისტიანი. რამდენადაც შენ სიტყვას შეასრულებ, კაცს რო დაპირდებ, ხო იმდენად ხარ კაცი. არა ხა თუ სიტყვას არ ასრულებ, აბა რანაირი კაცი. თუ ამ პირობას ასრულებ და ვცდილობ რომ ქრისტეს მიბაძო, მაშინ ხარ ქრისტიანი. რომ მარტო მონათლა არ შეძლებს. ახლა ჩვენ უბრალოდ თქვათ, აი რაში შეგვიძლია მივბაძოთ ქრისტეს? აი როგორია ქრისტე? მოდი ჯერ ის თქვათ. თქვენ ხო ფეხბურთელები ხართ. აი რომელიმე ახლა მე რო თქვა, რომელი ფეხბურთელი მოგწონთ მეთქი. ზოგი იწვის მესი მომწონს, რონალდო მომწონს, თუ ნეიმარი მომწონს, თუ რონალდინო და შემდეგ. ხო, ბევრია, ძალიან ბევრია, ხო ზოგს ის მოსწონს, ზოგს ეს, მაგაზე არ ვიდაოთ ახლა. კაცია და გუნება, ზოგს ეს მოსწონს, ზოგს. თუმცა ყველა შრომა დასაფასებელი. მაგრამ ახლა მე რას ვამბობ? რომელი ფეხბურთელიც მოგწონს, მინდა რომ მიბაძო. ხო ვცდილობ რომ როგორც ისაკეთებ, შენც ისე გააკეთე. ხო რაღაცა ფინტს გააკეთებ თუ რაღაც რომ მოძრაობას რაღაც. მაგრამ რო არ გქონდეს მისი თამაში ნანახი. ან არავის მოეყოლოს შენთვის მის შესახებ. რო მიბაძავდი? ვერ მიბაძავ. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ ქრისტეს მივბაძოთ, ქრისტე 2000 წლის წინ იყო. ეხლა ჩვენ ესე პირადად ესე არ აგვყავს ნანახი. მაგრამ არსებობს ერთი წიგნი, სადაც წერია ქრისტეს შესახებ. რა არის ეს? ბიბლია. ბიბლია ორ ნაწილად იყოფა. არის ძველი აღთქმა, ქრისტეს შობამდე პერიოდს განეკუთვნება და ახალი აღთქმა. ახალ აღთქმაში არის სახარება.
სახარებაში წერია ქრისტეს შესახებ. ახლა თქვენ შეიძლება წაკითხული გაქვთ ან საბავშვო სახარება ან მშობლები თუ იკითხავენ, რა თვისებებით შეგიძლიათ ქრისტე დაახასიათოთ? როგორი არის ქრისტე? კეთილი დაუშვათ კიდევ როგორი რა არის თამდაბლობა? თამდაბლობა სიკეთე, თამაღლობა, ამპარტავნება, ხო? სწორედ ამპარტავნების გამო დაეცა ანგელოზი, რომელიც შემდგომ ეშმაკი გახდა. კი ბატონო, ყველაზე დიდი ცოდვა ეგ არის ყველა ცოდის საფუძველი. ამპარტავნება. და სიმდაბლე არის ადამიანის მაცხოვნებელი. თამდაბლობა. რა არის თამდაბლობა? მოდი გავსაზღვროთ, კარგად რომ გავიგოთ. მაგალითად ახლა ჩვენ რამე გვაქვს ისეთი რაც ისგან არ მიგვიღია და ჩვენი გვაქვს. შენ სიმაღლეში რამდენი ხარ იცი? ეგ 1.52 რო ხარ. შეგიძლია რომ ხვალე ახლა რო წახვალ დაიძინებ გამოხვიდე 1.53 იყო? შენზე და არის დამოკიდებული. შენზე არა. შენ სიმაღლე შენ არ განსაზღვრა. შენ რო ეგეთი ცხვირი გაქვს, ეგეთი ტუჩები, შენ ხო არ განსაზღვრა. შენ რო ეგეთი გონება გაქვს, შენ არ განსაზღვრა. ისგანა გაქვს მიღებული. და შენ რომ აღიარებ ამას, რომ თუ რამე შენგან კარგი გამოვიდა, იტყვი მადლობა ღმერთო, ეს შენ მომეცი ამისი ძალა და უნარი, რომ მე ეს გამეკეთებინა. ეგ არის თამდაბლობა. შენ რო არ მიიწერ ამ ყველაფერს, რომ ეს მე ვარ მაგარი, რო არ იტყვი. ესმით, შეიძლება გაიქცე და გოლი გაიტანო და რო იტყვი მადლობა ღმერთო, რომ ეს შემაძლები. კი, რა თქმა უნდა, თქვენც ჩადეთ შრომა, თქვენმა მასწავლებლებმა ჩადეს შრომა, მშობლებმა ჩადეს, მაგრამ ღმერთს რომ არ მოეცა ის ძალა, ის უნარი, ის ჯანმრთელობა, ის ყველაფერი, შეხო ამას ვერ გააკეთებ. სადაც გაიხსენებ, რომ იტყვი მადლობა ღმერთო, რომ ამის ძალა მომეც. მადლობა ღმერთო, რომ ესეთი მასწავლებლები გამომიგზავნე, ისეთი მშობლები რომ მომეხმარნენ, ისეთი გარემო პირობები, რომ მე ესე თამაში შევძელი. მაგას რო იტყვი, ეგ უკვე თამდაბლობა. მაგრამ თუ მაგ ყველაფერს შენ ხაზს გადაუსვამ, ის ესე იგი მადლიერებასაც, მშობლებსაც, ტრენერსაც, გარემო პირობებსაც ყველაფერს დაიტყვი, რომ მე ვარ მაგარი, ამდენი გოლი გავიტანე, ეგ ნიშნავს, რომ ამპარტავანია კაცი. ესმით რაც ელაპარაკე. კიდე რა თვისება შეიძლება გქონდეს ქრისტეს? თქვენი აზრით. როგორ წარმოგიდგენიათ ქრისტე? მაგალითად, ვინმემ რო აწყვენია ქრისტეს, აპატიებდა თუ სამაგიეროს გადაუხდიდა? აპატიებდა. მაგალითად, ვინმე გასაჭიში რო დაენახა, დაეხმარებოდა თუ გვერდსაუვლიდან? დაეხმარებოდა. ხო, ნახე, ჩვენ რო სახარებას ვკითხულობ, ჩვენ უკვე ვიგებთ ქრისტეს რა თვისებები ჰქონდა. და ჩვენ თუ ეცდებით რომ მას მივბაძოთ, ეგ ნიშნავს, რომ ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ქრისტიანები. ეგ ქრისტიანობა ჩვენი ცხოვრების წესია, ყოველდღიური ცხოვრების წესი. დილით როგორ იღვიძებ, როგორ ესალმები შენს მეგობარს, ქუჩაში ადამიანებს, როგორ ცხოვრობ, როგორ ფიქრობ ადამიანების შესახებ, მე როგორ ატარებ დღეს, როგორ იძინებ. ყველაფერი, მთელი ცხოვრება, მთელი დილიდან საღამომდე, ეს არის ქრისტიანული ცხოვრების წესი. და თუ ვცდილობ, რომ ეს წესი შეინარჩუნო, მაშინ ხარ ქრისტიანი. მაშინ ასრულებ იმ პირობას. უფალმა რა გითხრა, ნახეთ, შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავისთვის. როგორ გესმით ეგ სიტყვა? ეგ მთავარია სახარებაში, მაგას ქვია ოქროს წესი. როგორ გესმით ეგ სიტყვა? ცოტა რთულად ხო არ? ცოტა გავამარტიო? მაგალითად, როგორც შენ გინდა რომ მოგექცეს ადამიანი, ისე მოექეცი სხვას. უფრო მარტივად. თქვენ როგორ გინდა? შენ როგორ გინდა რომ მოგექცეს შენი თანაგუნდელი? რას გულისხმობ კარგში? რათა კუთხურიდან შენ ჩაგაწოდოს ვურთი. რაღაც რომ
არა, ხო, ეგ ფეხბურთის არ იცი რას ვამბობ, აი მაგალითად. დაუშვათ, 1-1-ზე გახვედი მეკარესთან და ვერ გაიტანე გოლი. რა გინდა რომ თქვან შენს შესახებ? კიდე გააფუჭა. ეგ რო თქვან? არა. ხო და ნახე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცეს, ეგრე უნდა მოექცეს სხვას. ყველა შემთხვევაში. მოედანზე იქნება თუ მოედნის გარეთ იქნება, ყველა შემთხვევაში ეგრე უნდა მოექცეს. როგორც შენ გინდა რომ შენზე ვინმე მიფიქროს, ეგრე უნდა იფიქროს სხვაზე. აი მაგალითად, სანამ ვინმეს რამეს გაუკეთე. უნდა დაფიქრდე, რომ მე რო ჩემთვის რო ეს გაეკეთებინათ, მომეწონებოდა? ჩემთვის რო ეს ეთქვათ დაუშვათ, მომეწონებოდა? ან ჩემზე რო ესე ფიქრობ, მომეწონებოდა? თუ ჩათვლი რომ მომეწონებოდა, მე ეს ჩემზე ეთქვათ, ჩემთვის გაეკეთებინათ, ჩემზე იფიქროთ, კი ბატონო, გაუკეთე სხვა ესე. ამითი არ დააშავე. მაგრამ სადაც შეატყობ, აქ რამე ხო არ დაუშავე? მაგრამ მოდი ახლა ვთქვათ ესეთი რამე. დაუშვათ, ჩვენ გაუკეთეთ ადამიანს ისეთი რამე, რაც ჩვენ არ მოგეწონებოდა. რა ვქნათ ახლა? დავიღუპეთ, აი ვიღაცა მააცილა პენალტი გააფუჭა. და აზაზე არ არის თამაში. დაუშვათ თქვით, წამოგწთ. ჩვენ შესახებ რო ესე თქვათ, ხო არ მოგეწონებოდა. ეგრე რობერტო ბაჯომ გააფუჭა პენალტი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ხდება? დაუშვათ ეგ რო ეთქვათ, ხო არ მოგეწონებოდა. დაუშვათ თქვით ეგ ვიღაცის შესახებ. ეხლა რა ვქნათ? აღარ არის საშუალო. შენდობა ვთქო. აღიაროთ და ბოდიში მოვიხადოთ და ვეცადოთ რომ არ გავაკეთოთ. შევინანოთ, არა, მოვინანიოთ. როგორ? ადამიანის წინაშე. ბოდიშის მოხდა არის ძალიან დიდი ღირსება ადამიანის. აი რო იტყვი რომ აპატიო. თუდად მოვიქეც. ეგ არის დიდი ღირსება. რომ ეძებ თავის გამოსაძრონს და თავის გასამართლებას, ეგ არ არის ღირსება. აბარა, ეგ კიდე უფრო გამცირებს შენ, გამდაბლებს. შენ ადამიანის კაცის სახეს გიკარგავს. სინანულ ამბობთ ხოლმე ახსარებას? ახსარებას ამბობთ ხოლმე? მოძღვარი ყავთ ეზიარებით ხოლმე. კიდე რა ვთქვათ, აბა? რატოფია თქვენ გუნდ საპოვნელი? გასეძებთ. თუ რა იპოვეთ? ყვავილი? ყვავილის სახელია საპოვნელა? ყვავილი ახატია თქვენს ლოგოს, გერბს. საპოვნელა თერჯოლა. 6 თვე არაც დაგიხართ, ხო? რა გთხოვე თამაშები? ეჯიბრებებზე გადიხართ. კიდე ჩვენს ბავშვებს თხოვდა რამე იმღერონ? ისე თქვენ არ მღერით არაფერს. ფანდურზე ხო არ უკრავთ? მღერებთ. ეგ ნოდოს მიეც. სამი ბავშვი წამოვიყვანეთ მარტო, ბევრი ვერ წამოვიყვანეთ რა. არ გვეტარებინა აქეთ-იქით. რას მიღერა? რას მეგაგიხარ?
Bravo. Aber? Bravo, სტანდარტი თანამედროვე როჯერ. ადრე არ იყო ხოლმე მე. ხო, შეიძლება მაგრამ მარტო ფეხბურთის თამაშის წინ არამედ მე მგონი სხვადასხვა სპორტში არ ვიცი. საერთაშორისო სტანდარტებით არ ვიცი. მე ესე ვერ ვერკვევი, მაგრამ ალბათ ამიტომ. ეხლა რინგზეც რო გადიან, იქაც იხსნიან რამდენადაც ვიცი. თუმცა რა არის წინ? შეიძლება რაღაცა დროებით ძრის მოხსნა რაღაცის თამაშის წინ ეგ ქრისტეს ღალატს არ ნიშნავს. მაგრამ შეიძლება კაცი ჯვარი გეკეთოს და ისეთ ცოდვას ჩადიოდა რომ ქრისტეს ღალატს ნიშნავს. ეხლა ნახე. აი მაგალითად მე ჩემ ბავშვებს ხო რომ უხსნი ხოლმე. აი ნახე რას მეუბნები ხო. მაგალითად შენ პენალს როდესაც ურტყან და წინასწარ გადაწყვეტილი რომ გაქვს რომ გააფუჭო პენალი. არის თუ არა გუნდის ღალატი? არის. დაუშვათ პენალს ურტყავ და მთელი გული გინდა რომ გაიტანო. მაგრამ გიფუჭო. არის თუ არა გუნდის ღალატი? არ არის. ნახე, ანუ გარეგნულად ვიღაცამ რო შეხედოს, ერთნაირად ჩანს. მაგრამ ნახე რა არის შიგნით შენს გულში, რა ფიქრები იყო, რა мотиваცია. რატო გინდოდა რომ გაგეტანა ან არ გაგეტანა. თუ ადამიანს შინაგანად გადაწყვეტილი აქვს რომ ქრისტეს უერთგულოს, აი ცოდვა არ ჩაიდინოს, ადამიანს აპატიოს, ყველას ისე მოექცეს მას რო გაეხარდებოდა, ეგ ქრისტეს ღალატი არ არის. შეიძლება კაცი ჯვარი ეკეთოს გულზე და თავისი შინაგანი мотиваციით ქრისტეს ღალატობს. რაღაცას შეკითხვა გინდოდა რომ დაგესვა? ხო, ფეხი არ უნდა დააკი, ბატონო, ფეხი არ უნდა დააკი.
აი მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა რომ მე რო დაუჯახდი და შვილი რო შემეძინა პირველი ბიჭი მყავს თქვენი ტოლი ეს ფოტოშორის 12 წლის არის მაშინ კიდე უფრო მეტად მივხვდი როგორი ურთიერთობა უნდა მქონოდა მშობელთან ამან კიდე უფრო მეტად დამაფიქრა და მიმოხვდა არასოდეს არ ყოფილა მშობლის მიმართ უპატივცემულოდ განწყობილი მაგრამ აი მე როდესაც შვილი შემეძინა და რო ვფიქრობდი მისგან რა გამეხარდებოდა ან რა მეწყინებოდა მე მშობლის მიმართ კიდე უფრო მეტად მოგზაურობდი და ძალიან დიდი სიფრთხილით ყოფილიყო იმიტომ რომ აი წეღან ხო ღირსებაზე ხო ლაპარაკობდი კაცის ღირსება ეგეც რომ თავისი მშობელი დააფასოს ახლა მაგალითისთვის ვიტყვი თქვენ 12 წლისები ხართ და ფეხბურთს თამაშობთ მოვიდა 6 წლის ბავშვი და თქვენ ხო შეგიძლიათ რაც იცით ის ასწავლოთ ფეხბურთს ხო ანუ თქვენი გამოცდილება ხო შეგიძლიათ გაუზიაროთ პატარა ბავშვს 6 წლის ბავშვს მაგრამ ცხოვრება მარტო ფეხბურთი ხო არ არის ცხოვრება კიდე 1000 გვარი წახნაგები აქვს თავისი სხვადასხვა სიტუაციები და მე როგორ ვფიქრობთ ახლა 12 წლის ბავშვს უფრო მეტი გამოცდილება აქვს თუ 6 წლის ბავშვს ჰოი მარტო ფეხბურთი არ ცხოვრებისეულად მაგალითად აი 12 წლის ბავშვს უფრო დიდი გამოცდილება აქვს თუ 18 წლისას 12-ისას თუ 30-ისას და ნახე აი მშობელს ჩვენზე მეტი აქვს გამოცდილება ჩვენ მშობლის გამოცდილება არ გავიზიაროთ ეგ ნიშნავს რომ ჩვენ დამარცხებული ვrჩებით იცი რატო აი მაგალითისთვის ვიტყვი რომ დავუშვათ აი ფეხბურთს ხო თავისი ტაქტიკური მონახაზი რაღაც მე ხა ეგრე ძალიან ვერ ვერკვევ მაგრამ ხო არის რაღაცა როგორ შეუტიო როგორ დაიცვა თავი დავუშვათ შენი მწვრთნელს არ დაუჯერო მაშინ ახლიდან შენ გამოიგონო და 1000 გვარი რაღაცა უნდა სცადო ან ესე გამო ან ესე არ და ვიღაცამ ეს უკვე შეისწავლა და შემოგცა გამოცდილება როგორ დაიცვა თავი ან როგორ შეუტიო მოაწოდო სხვადასხვა კომბინაცია როგორ დაამუშავა ეს გამოცდილება არ გაიზიარო ნიშნავს რომ შენ უნდა ეწვალო რომ ახლიდან გამოიგონო რაღაც მომართალი და 1000 ჯერ უნდა სცადო და 1000-ნაირად უნდა სცადო და 1000 ჯერ უნდა ცხვირი წაიმტრიო რომ ისი არ გამოვიდა არა და შენ გამზადებული გითხრას აი როდესაც ადამიანი მშობელს უჯერებს ეგ ნიშნავს იმას რომ დიდ გამოცდილებას გარეშე შეუძლია რაღაცა ბევრი რაღაც უკეთესად გააკეთოს მე სულ ამბობ ხოლმე ათონის მთაზე ვიყავით ათონის მთა არის საბერძნეთში მარტო მამაკაცები არიან იქ მთელი დიდი ნახევარკუნძულია სულ მონასტრებია და იქ ქართველი ბერები შექმნა და ნახე რა გითხრეს ბერძნებს აქვთო ესეთი გამოთქმა თუ სახშიო მოხუცებული არ აკყავს ფული გადაიხადე და იყიდე ახლა თქვენი აზრით რატო აქვთ გამოთქმა როგორ ფიქრობთ აბა გამოცდილია და ჭკუის დამრიგებელი რო ყავდეს ესმის რაზე ლაპარაკი ახლა აი მაგალითად ზოგჯერ არის რომ აი პატარა 2 წლის ბავშვი აიღებს დანას და ძალიან მოსწონს ლამაზი ტარი აქვს მე ახტება მაგ დივან კრესლოზე და დახტიზზე დივანიც მოსწონს ტუნაობა უყვარს ფიქრობს რომ არაფერი არ დაუშავდა მაგრამ მშობელი ახლა ეგრე დაждდება გულხელ დაკრეფილი და ამას უყურებს დანით როგორ ტუნაობს ბავშვი დივანზე ხო არის ზავს ნახე ის პატარა ბავშვი ვერ ერკვევა არა და მთელი გულით ჯერავთ რომ ეს ძალიან ნორმალური რამეა ესმის აი მოსწონს და რატო არ უნდა აიღოს რატო არ უნდა იხტუნავოს იმ 2 წლის ბავშვს ხო არ ესმის ეს არ ესმის თუ რო იცოდეს რომ ავნებს ხო არ აიღებს ახლა ჩვენ შეიძლება 12 წლისებია ეგ კი ვიცით რომ დანით დივანზე ხტუნაობა არ შეიძლება მაგრამ შეიძლება რაღაც ისეთი არის რაც ჯერ ჩვენ არ გვესმის მაგრამ იმ მშობელს უკვე ესმის და თუ რაღაცას გიშლის ისევე უნდა მიიღო როგორც იმ 2 წლის ბავშვმა უნდა მიიღოს
ესმის აი რომ შენ არ დაიზიანო რამ. რომ გაიზრდები შენც მიხვდები რომ ახლა ის თავში ჩვენ ხო ვიყავით 2 წლისები. ჩვენ მიხვდით რომ აი თურმე რატო გიშლით. და რომ გავიზრდებით, მიხვდებით რომ მშობელი რატო ეწალება, რატო გიშლის რაღაცას. ან რატო გაქეზებს რაღაცისგან ეს გააკეთე, ის გააკეთე. აი მშობლის პატივისცემაც არის ერთ-ერთი ღირსება ადამიანს. ჯობია ყველაფერი დაკარგო, ოღონ ღირსება არ დაკარგო. აი ყველაფრის დაკარგო ჯობია, ოღონ ღირსება არ დაკარგო. თუ ღირსება დაკარგა კაცი, აი გინდა ფეხბურთი ითამაშე, გინდა კალათბურთი ითამაშე, გინდა ყველას მოუგე ჯგუფში. რა აზრი? აი რომ ღირსება ქონდეს კაცს. კიდე რა ვთქვა? ვადაგრა. ისე ერთხელ თუ გორში გვეწევით, დაგპატიზებთ. ჩვენ სამრევლო სკოლას დაგათვალიერებინებთ. მერე ცოტა იქაც ვილაპარაკოთ. კიდე უფრო კარგად გავიცნოთ ერთმანეთი. რამდენი არიან გუნდში? 21. ორ 10 წლიანები? მერთმა გამრავლოთ, აი ამასთანაც სხვათა შორის უსმენდი კრისტიანო რონალდო საუბრობდა. მე ძალიან იგი ვაფასებ მის ძალიან დიდ შრომას. მე არ ვიცი. აი ყველას უნდა რომ კრისტიანო იყოს, მაგრამ შრომა ყველას არ უნდა. უნდა იშრომო რომ გამო. ბევრი რაღაცა უნდა გადადო. ბევრი რაღაცაზე უარი უნდა თქვა. ბევრი რაღაცა უნდა მოიკლო, იმისათვის რომ მიზანს მიაღწიო. აი როდესაც ვარჯიშს იწყებ, უნდა იფიქრო იმაზე, რომ ეს ვარჯიში არის შენი ოცნებების ასრულების საშუალება. და ეგ ფიქრები უფრო გაგიადვილებს ვარჯიშს. თორე არც რონალდოს არ სიამოვნებს ყოველდღიურად ეგრე ვარჯიში. არის რაღაცა რომ ზოგჯერ სიამოვნებს, მაგრამ არის რაღაცა რომ სიამოვნების სიკეთეს აკეთებ რაღაც. არც რონალდოს, არც მესის, არც მარადონას თუ პელეს, ყოველთვის კი არ სიამოვნებს. და სხვათა შორის პელე რომ გარდაიცვალა, ეხლა ხან გავიგე, მე არ ვიცი, შეიძლება თქვენ აქამდე ციცოდით, მაგრამ მას ქონია თურმე დიაბეტი, შაქარი. ხოდა კიდე უფრო მეტად შემიყვარდა და დავაფასე ეგ ფეხბურთი. პელე ხო ვიცით? რატო დავაფასე, იცით? ეხლა დღეს 1000 გვარი საშუალებაა იმისათვის, რომ ამაზე იმკურნალოს ადამიანმა და სხვადასხვა ხელსაწყოები მოწყობილობებია, რომ აკონტროლოს შაქარი, მაგრამ მაშინ ესე იგი მის ახალგაზრდობაში წარმოედგინეთ, თან როგორ უნდა ევარჯიშა, როგორი დატვირთვით და როგორ უნდა ეკონტროლებინა, რომ არც კომაში არ ჩავარდნილიყო. და არ ზედმეტი არ მოსვლოდა ესე იგი. ამხელა ფეხბურთელი იყო. აი ეს ამა ძალიან გამოგვივა ესე იგი რა ეს აღმოვაჩინე. ყველას უსურვებ აი თქვენს ბავშვებს, თქვენს აღსაზრდელებს. ყველას პირველ რიგში რა ვიცი, მე მაინც იმას უსურვებ, რომ აი რაც არ უნდა აკეთოთ, როგორც არ უნდა ღირსეულად აკეთოთ. მერე იმას გისურვებთ, რომ ბევრი იშრომოთ. და გისურვებთ, რომ სხვისი შრომაც დააფასოთ. და სპორტი ძალიან მე პატარაობიდან სულ რაღაც ხან ესე იგი ძიუდოზეც ვარჯიშობდი, ფეხბურთზეც. შემდგომ არც ძიუდოისტი გამოვიდა და არც ფეხბურთელი, მაგრამ მე ვაფასებ თითოეული სპორტსმენის შრომას. იმიტომ რომ ვიცი, რამდენი შრომა იქ ჩადებული. და შრომის გარეშე რომ არაფერი არ გამოვა. ეს სხვისი შრომის დაფასება ეს დიდებული საქმეა. ამას გისურვებთ, რომ დააფასოთ. ესეთი კაცი ყავდა გერმანიას. ოტო ფონ ბისმარკი. რო გაიზრდებით, მე შეიძლება რაღაც სკოლაშიც კი ასწავლიდნენ ხოლმე ჩვენს დროს. თქვენ შეიძლება შეხვდეთ. ოტო ფონ ბისმარკი, რომელმაც გააერთიანა გერმანია. და მას კითხეს, რომ აი რა არის შენი წარმატების საწინდარი და მან თქვა, რომ
ჩემს წარმატებაშია ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი სოფლის მასწავლებელს. ანახე, ახლა კაცი იყო, მაგრამ თავის თავზე კი არ მიიწერა, რომ აი იმას ეკუთვნის. ეს ადამიანის ხის შრომას რო დააფასებ და რო არ იტყვის, რომ ეს მარტო მე ვიყავ. ის ძალიან დიდებული ამბავი. ვერას ხოჭუბობთ ხოლმე ფეხბურთის თამაშს. ანდახან ახლა ყველაფერი. რატო არ სწავლობ? სკოლაში კარგად არ სწავლობ? აი მაგალითად შენ რომელ გუნდს გულშემატკივარ? მადრიდ. წარმოიდგინე რომ აი შენ დავუშვათ ერთი გვერდი გაქვს სასწავლო. ის ერთი გვერდი არის ბარსელონა. და ეხლა არის ელ კლასიკო იმართება. შენ თუ იმ გვერდს ისწავლი, რეალი იმარჯვებს. ხო ისწავლი. ხო და ეგრე მიუდექით. ეგრე მიუდექით საკითხს. შენ თუ იმ გვერდს ისწავლი, ესე იგი შენ იმარჯვებ იმ ერთ ფურცელზე. ადროს ცოტა მეტი გექნება სასწავლი, მერე კიდე ცოტა მეტი. ხო და ეგრე პატარ-პატარა გამარჯვებებით მიდის ადამიანი დიდ გამარჯვებად. ეგრე არ არის. აი ესე მიუდექი. აი როგორ უნდა გაჯობოს, დავუშვათ ვიღაცა შეიძლება ბარსელონას გულშემატკივარია და რეალი ხდება. ან ვიღაცა შეიძლება რენჯერსის გულშემატკივარია და სელტიკი ხდება. სიტყვაზე. ასე უნდა მიუძღვე. არ უნდა გაჯობოს, არ უნდა დაიზარდოს. ცოტ-ცოტაობით მერე ბევრი კარგი საქმე გამო. ასად არაფერი არ ჩანდეს. ღამე იყოს, ბნელოდეს. შავს რო გაიხედო და ერთი განათებული ქოხი რო დაინახო. რა გიხარდება? ხო იფიქრებ, რომ იქ ვიღაცა არის, იმედი მოგეცემა, ხო მართალი? ეგ არის განათლებული კაცი. რომ შენ იმედი ექნება ვიღაცას. იქ თუ ჩამქრალ ქოხს დაინახო და დაკეტეს, ეგ გაუნათლებელი კაცი. აბა იმის იმედი როგორ უნდა გქონდეს? იქ არავინ არ დაგხვდება, ხო მართალი? მეორე მხრივ, თუ დავუშვათ ქურდი მიდის, უნდა მოიპაროს რაღაც და განათებული ქოხი დაინახა, გაეხარდება? თუ ჩამქრალი უფრო გაეხარდება? ჩამქრალი უფრო ან ზინავს იფიქრებს, უფრო კარგად გაქურდავს. განათლებული კაცის გარშემო ძნელად გაქურდავენ ადამიანებს. სულიერად ვამბობს, ნეობრივად, გონებრივად. ანუ შენ რო ხარ განათლებული, შენს გარშემო ოჯახის წევრებს თუ მეგობრებს ძნელად მოატყუებენ. ესმის, შენ გეცოდინები. ანუ განათლებული ქოხი მტრისთვის საშიშროებაა და მეგობრისთვის კიდე დიდი იმედი. აი ეს არის განათლებული კაცი. მტრისთვის საშიშროება ხარ, იმიტომ რომ საშიში ხარ, იმიტომ რომ შენ ვერ გატყუებს. ვერც შენს გარშემო ვერ ატყუებს შენს მეგობრებს, შენს ოჯახის წევრებს, შენს სამშობლოს. და მოყარესთვის კიდე დიდი იმედი ხარ. აბა თუ ისწავლი და ეიყვარებს სწავლას, ეგრე იქნება. თუ არ ისწავლი, ჩაბნელებული ქოხი ითის. ერთი ესეთი გამოთქმა დამამახსოვრდა პატარაობიდან. უსწავლელი ქვაზე დაჯდა, ქვას დაემატა. იგი მოსწავლეს ქვა გინდა ორი ქვადებულა და გინდა უსწავლელი დამჯდარო ქვაზე. ერთ იგი არ გამოვა, აი ეგრე რომ შეხედა. დავუშვათ, აი დაგაინტერესდა, რომ ახლა მე მასწავლებელმა რაცია გამომიგზავნა, ხო, რომ საით წამოსულიყო. დავუშვათ, ეს ხო არ არსებობდა, რაღაცა პერიოდის წინ ხო არ არსებობდა. დავუშვათ, მე მოვდივარ, რომ თქვენ მოგაგნოთ და
დავინახე რომ ორი ქვადებს ერთმანეთზე. რა აზრი აქვს იმას რომ შევეკითხო? საით არიან საპოვნელას გუნდის ფეხბურთელები? შევეკითხო ორი ქვა როდეს? დავუშვათ ქვაზე ძის კაცი. შევეკითხე და აზრზე არ არის. რა აზრი აქვს იმასაც რომ ვკითხო? ერთ და იგივე არ არის? ხო და მაგიტომ ამბობ რომ ეს უბრალოდ მაგალითი, მაგრამ აი ზოგადად ხო ეგრეა. ამიტომ აი შეიყვარეთ სწავლა და სხვებისთვისაც ნუგეში მოყარესთვის ნუგეში იქნებით თუ სწავლას შეიყვარებთ. რისთვის კიდე საფრთხე იქნებით. გადარჩებით თქვენს და თქვენს გარშემო სხვებიც. ერთი ნაბედი. დავალ ახლა ჩავხედავ ჩემ ბავშვებს.